პასს მოყვა ეს ყველაფერი და ეცდება მაქსიმალურად რომ გამოისყიდოს ეს შეცდომა დარტყმა და რაც უდად შეასრულეს ყაზახებმა ეს 11 მეტრიანი არ ვიცხოთ 4 კაცი ცოცხალ კედელში შალიკიანი დაბალი ვრულად ეშმაკურად ჩანაფიქრი და იდეალური შესრულება შალიკიანისა ძალიან კარგი ჯარიმა რომელიც გაიტანა ჩვენმა გუნდმა და ქართული ფეხბურთისთვის და იმედია ყველა მატჩი გამოვა წარმატებული ეს ეპიზოდი ვნახოთ 2-0 ორი სტანდარტი ორი ფლანგიდან ორივე ძალიან კარგად შესრულებული და ბენდელიანის გოლით საქართველოს ნაკრები უკვე ორ ბურთიანი სხვაობით იგებს ისევ აქ მიხეილ მოსხი 2-ზე 2 დღეში და ნახოთ ორი მატჩის ჯამში ესეც შეგვიძლია ვთქვათ როგორი სურათი იქნება პირველი შეხვედრა ჯერჯერობით ძალიან ისე დამაჯერებლად მიმდინარეობს იმდენად დამაჯერებლად რომ ჩვენი გუნდი უკვე სამბურთიანი უპირატესობით გადის წინ და თავისი გოლი ნიკოლოზ ბარიხაშვილსაც გააქვს რომელსაც ჯერჯერობით არც ერთ თუმცა ამხანაგური მატჩია და ხუთწლება არ არის ლიმიტი აქ სივრცე დარჩა ბევრი მეტოქეს და ერთი ბურთის გაქვითვა კი მოახერხა ცვლილებაზე შემოსულმა მოთამაშე მიაქტიურა და მისი საგოლე პასის ვარიანტი აქვს სწრაფია ძალიან წაიღო ბურთის საჯარიმომდე ჩხეტიანი წაიქცა და პენალტი კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ძალიან პროდუქტიულია ჩხეტიანი და სამბურთიანი უპირატესობის აღდგენისთვის ვემზადებით და აღდგა უპირატესობა როგორ შეასრულა ჩხეტიანმა უძლიერესი დარტყმა ყუმბარისებული დარტყმა 11 მეტრიდან გაუშვა ესე მეტო ვალიხანს და იგი ემზადება ამ სტანდარტის შესასრულებლად მეკარის საჯარიმოში არიან ფეხბურთელები განლაგებულნი გამოვიდა ხონხაძე და გავიდა სამწუხაროდ მეორე გოლი და ჩვენ ძალიან მალე გვეცოდინება რამდენი წუთი დაემატება ამ შეხვედრას და რამდენი დაგვრჩება თამაშის დასრულებამდე კარგი მომენტია ამასობაში დარტყმა 5-2 მაინც როგორც ჩასწროთ ადევნოთ თვალი ასევე პირდაპირ რეპორტაჟს რომელიც იქნება ჩვენს ეთერში აკი შეიძლება კიდევ ერთი გოლის გატანა დარტყმა 6-2 ბრავო ბენეფისი ჩვენი ნაკრებისა ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა იწყებს კიდევ ერთი გოლი შეიძლება გავიდეს 94 წუთი იწურება და მეკარეს ჰქონდა კარი დატოვებული და ვეღარ მოვასწარით მეშვიდე გოლის გატანა მაგრამ ძალიან კარგი თამაში ვნახეთ და აპლოდისმენტები ჩვენს ბიჭებს რომლებმაც წელი დაიწყეს აი ასეთი ხმაურიანი გამარჯვებით 6-2 ყაზახეთის ნაკრებთან